გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ჩემო გამომწერებო, ჩემო მეგობრებო. დავასრულე კიდევ ერთ-ერთი შეკვეთა. ავტომატური დანა. ასეთი გამოვიდა ერთობლიობაში. დამკვეთის თხოვნით ეს ვარსკვლავები დავიტანე დანის, ასე ვთქვათ, ნაკლადგებზე, კორპუსზე. დანის კორპუსი გახლავთ უჟანგავი ფოლადი 20-18 ემათიტ. დაკრობილია ეს შავი მასა გახლავთ შავი ცეცხლგამძლე ებონიტი. ნაკლადგები გახლავთ საავიაციო ალუმინი. პირი ფიქსატორი ენა და კუდი გახლავთ 8X6 NFT. ეს არის მაღალნახშირბადოვანი ლეგირებული ფოლადი. ფიქსატორის პედალი ადაპტირებული კორპუსის მაღლა და დამკვეთის თხოვნით კლიპსა, ანუ დასაკიდი და კლიპსაზე თვითონ მგლის გამოსახულება ვარსკვლავის ფონზე. ასეთი გამოვიდა, საკმაოდ აგრესიული გდება აქვს. დამცავი, ანუ დაზღვევის ღილაკი. აგერ გახლავთ, აგერ დაზღვევის ღილაკი. ესეთი გამოვიდა ერთობლიობაში. ჩამკეტ სისტემას რაც შეეხება, ორი ჩამკეტის სისტემა მოქმედებს ამ დანაზე. ერთი ჩამკეტის სისტემა გახლავთ ბეკლოკი და მეორე ჩამკეტის სისტემა გახლავთ ტრიადლოკი. ანუ აგერა ეს წერტილი 2.5 მილიმეტრი გახლავთ ტრიადლოკის ჩამკეტის სისტემა. აგერ ჩანს კიდევაც. ეს არის ტრიადლოკის ჩამკეტის სისტემა. აქ როგორც მოგეხსენებათ ჩემი პროფესიული დამღა. რაც შეეხება ზომებს. სრული სიგრძე წვერიდან ბოლომდე გახლავთ 28 სანტიმეტრი და 5 მილიმეტრი. პირის სიგრძე ამ წერტილიდან წვერამდე გახლავთ 13 სანტიმეტრი და 3 მილიმეტრი. ასეთი გამოვიდა ერთობლიობაში. ასეთი ეგრეთ წოდებული კნოპკიანი, ანუ ავტომატური დანა. ორმაგეთ ჩამკეტის სისტემა რას გულისხმობს კიდევ? ერთი, მეორე. ეს არის სრულად რო გამოჩნდეს ერთი, მეორე. საკმაოდ აგრესიული გდება აქვს. თვითონ ზამბარა, გამომგდების ზამბარაც წინა ვიდეოში დავდე და ალბათ ჩემმა გამომწერებმა და ჩემმა მომხმარებლებმა თვალი მიადევნეს, რომ რაც პირია, იგივეა ზამბარა და იგივეა ენა, რომელიც ფიქსატორს ეხმარება, ანუ ფიქსატორის ლავირებაში, ასე რომ ვთქვათ, მოქმედებს. ერთი და იგივე ფოლადია. სხვა ფოლადს მე ჯერჯერობით არ ვენდობი, რაც გამოცდილია დროით იმ ფოლადით ვაკეთებ ამ ავტომატურ დანებს. აქ კი მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება ერთ დეტალზე. აქ არ ჩავიყვანე იგივე კონტურის ზომა, კონტურის ფორმა გაზდებს აქაც, მაგრამ აქ დავტოვე სერეიტერი. იქიდან გამომდინარე, რომ უფრო ამ შემთხვევაში უფრო
გაცილებით უფრო მყარია მუშაობისთვის, ვიდრე სხვა დანარჩენი. სხვა დანარჩენიც მყარია, მაგრამ რაც უფრო სქელია ფიქსატორი, მით უფრო მყარია თვითონ დანაც, ხო? აქედან გამომდინარე, დავტოვე ეს რეიტერი, უხდება კიდევაც, მე მგონი. ასეთი გამოვიდა. ასეთია. აქ გლის გამოსახულება, რამდენად ჩანს არ ვიცი. გლის გამოსახულება ვარსკვლავის ფონზე. ესეთი ერთობლებაში. ასეთი გამოვიდა. ასეთი გამოვიდა ჩემო მეგობრებო. მადლობა ყველას. ყველას წარმატებებს გისურვებთ. და კიდევ ერთი მოვატიეთ. დღეს რამდენია რიცხვი აღარ მახსოვს. ივლისის დასაწყისი რიცხვებია. ასე მახსოვს. უკვე რამოდენიმე ადამიანმა უკვე სათვალავე ამერია მომწერა ასეთი თხოვნით. მომწერა და დამირეკა კიდევაც. რომ ავტომატური დანა, ანუ კნოპკიან დანაზე ზოგი მეუბნება კნოპკა ჩამივარდა, ზოგი მეუბნება არიქა არ აგდებს. და იქნება დამეხმარა. შეკვეთებიდან გამომდინარე, დრო არ მაქვს მეგობრებო და ერთი რჩევა მინდა გითხრათ. ვისგანაც არ უნდა შეიძინოთ ავტომატური დანა. ანუ ეგრეთ წოდებული კნოპკიანი დანა. კნოპკიანი ავტომატური დანა ინახება გაშლილ მდგომარეობაში. როცა შენახვას ვაპირებთ. გაშლილ მხოლოდ და მხოლოდ გაშლილ მდგომარეობაში. ამის თქმა მინდოდა სულ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ყველას წარმატებულ საღამოს, ყველას ბედნიერ დილას გისურვებთ, ხვალინდელ დილას რო გათენდება. დიდი მადლობა ყველას.